მოგესალმებით, მე გახლავართ ელენე ბიბილური, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერება და დოქტორი. დღეს ვისაუბრებთ გულის ულტრასონოგრაფიული კვლევის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ეს კვლევა, როდის უნდა ჩაიტაროს პაციენტმა და რა ინფორმაციას გვაძლევს. გულის დაავადებების დიაგნოსტიკა მედიცინაში საწყის ეტაპზე მოითხოვს ზუსტ, არაინვაზიურ და ინფორმაციულ გამოკვლევებს. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან გამოკვლევად გვევლინება გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომელიც ულტრაბგერითი ტექნოლოგიების გამოყენებით საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია გულის სტრუქტურასა და ფუნქციურ მდგომარეობაზე. იგი ფართოდ გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის. გულის ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია ასახავს გულის მუშაობას რეალურ დროში. იგი იძლევა შესაძლებლობას ექიმმა დაათვალიეროს გულის კამერების ზომები, ფორმა, მაგისტრალური სისხლძარღვები, გულის კუნთის მდგომარეობა, გულის სარქველების ფუნქციონირება, სისხლის ნაკადის მიმართულება და სიჩქარე და პერიკარდიუმის, ანუ გულის გარსის მდგომარეობა. ეს კვლევა სრულად არაინვაზიურია, უმტკივნეულო და უსაფრთხო და შესაძლებელია რამდენჯერმე განმეორდეს სხვადასხვა დროს. ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის ჩატარების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც პაციენტს აღინიშნება გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე მიმანიშნებელი სიმპტომები. ან უკვე დადგენილი აქვს დიაგნოზი და საჭიროა მდგომარეობის მონიტორინგი. ძირითად ჩვენებად ითვლება ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ან სუნთქვის გაძნელება, ანუ გულის უკმარისობის სიმპტომები, გულის არეში დისკომფორტი, რომელიც გამოვლინდება ტკივილით, ზეწოლით ან შხვლეთის შეგრძნებით, არარეგულარული გულისცემა ან პულსის ცვალებადობა, ანუ არითმიები, სარქლოვანი პათოლოგიების დროს, ეჭვი მანკებზე, როგორიც არის იქნება თანდაყოლილი ან შეძენილი, აგრეთვე პერიკარდიუმში სითხის არსებობის დროს. ეს კვლევა ასევე ტარდება გეგმიურად, გარკვეული ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ან სისტემური ანთებითი დაავადებები. გულთან დაკავშირებული გენეტიკური ისტორიის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვანია ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის ჩატარება, რადგან ასეთი პაციენტები არიან სრულად უსიმპტომონი და მათ შეიძლება ჰქონდეთ ჰიპერტროფიული ან დილატაციური კარდიომიოპათიის დამახასიათებელი ექოკარდიოგრაფიული ნიშნები. გამოკვლევა გვეხმარება მივიღოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: გულის კამერების ზომების და ფორმების, აგრეთვე მაგისტრალური სისხლძარღვების შესახებ, გულის კუნთის შეფასებაში, ანუ ვლინდება გულის კედლის, კერძოდ ენდოკარდის გასქელების, შეკუმშვის უნარის დაქვეითების ან მოძრაობის დისკოორდინაციაში. სარქველების ფუნქცია შეიძლება შეფასდეს როგორც სტენოზი, ასევე რეგურგიტაციის დიაგნოსტიკა. დოპლერის რეჟიმში შესაძლებელი ხდება ნაკადების მიმართულების და სიჩქარის შეფასება, პერიკარდში სითხის არსებობის ან ანთებითი პროცესების დროს. აგრეთვე ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია იდეალური საშუალებაა გულის თანდაყოლილი ანომალიების გამოსავლენად. დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს კარდიოლოგიის განუყოფელ ნაწილს. მისი ჩატარება აუცილებელია როგორც დიაგნოზის დასასმელად, ასევე მკურნალობის ეფექტურობის და დაავადების პროგრესის გასაკონტროლებლად. კვლევა არაინვაზიურია, უსაფრთხო და ფართოდ ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სარგებლობას ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.